გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა. კურიერი პიესი საზარელი დანაშაულის საქმის მასალებს გაეცნო. 28 წლის შვილიშვილი დეტალურად აღწერს, რატომ გაიმეტა საკუთარი ბაბუა მოსაკლავად. ირკვევა, რომ სახლში გვიან დაბრუნებულ ნიკა საათაშვილს 74 წლის ტარიელ ქუტაშვილი საკვების მიტანას თხოვდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი შვილიშვილმა ბაბუას ჯერ ხელი დაარტყა, წაქცევის შემდეგ კი ფეხით სცემა. ასაკოვანი კაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული ადგილიდან არ მიმალულა, თუმცა გამოძიების ინფორმაციით მოხუცის გარდაცვალების ინსცენირება სცადა. დილით მეზობლებს უთხრა, რომ ბაბუა საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. გამოკითხვაზე გადაყვანილ შვილიშვილს პოლიციამ ხელბორკილი განყოფილებაშივე დაადო. ხახთუნა გაგნიძის რეპორტაჟი. შვილიშვილს პაპას თხოვდა საჭმლის მიტანას, მისთვის, რასაც მოყვა მათ შორის ურთიერთშელაპარაკება. შვილიშვილმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა მოკლა განსაკუთრებული სისასტიკით. ეს უმძიმესი ამბავი გორში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 74 წლის ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ტარიელ ქუტაშვილი 28 წლის ნიკა საათაშვილმა ცემით მოკლა. კურიერი პიესმა იმ ბინიდან, სადაც მოხუცმა სიცოცხლე დაასრულა, შემზარავი კადრები მოიპოვა. ფოტოებში გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჩანს. მის საძინებელ ოთახში კი ჭერზე და იატაკზე დიდი ოდენობით სისხლი. გორი, ეგრეთ წოდებული ვოლოგდის დასახლება, დილის 4 საათი. ირკვევა, რომ 74 წლის მოხუცს, რომელიც სახლში მარტო იყო, ეღვიძა. ნასვამი შვილიშვილი ბინაში დაბრუნდა. გამოძიების ინფორმაციით მოხუცმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შვილიშვილს უსაყვედურა, რის შემდეგაც ახალგაზრდამ ბაბუა სასტიკად სცემა. და ამ დაზიანებებით გარდაიცვალა შემთხვევის ადგილზე. მიაყენა ხელით და ფეხით ტანის და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები ჰქონდა, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლის. ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და დეტალური დაზიანებები უკვე სამედიცინო ექსპერტიზით გახდება ცნობილი. პროკურორის ინფორმაციით 28 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. თუმცა მომხდარის ინსცენირება სცადა. მოხუცის მკვლელობისთვის დაკავებულმა დილით ყველას უთხრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა. ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო, სადაც აბაზანაში ჩაყრილი ტანსაცმელი ჩანს, რომელიც სავარაუდოდ სისხლიანია და ნიკა საათაშვილმა კვალის დასაფარად გამოიცვალა. პირველად, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები გამოცხადდნენ, მან სცადა, რომ მოეწყო უბედური შემთხვევის ინსცენირება, არ უთქვამს, რომ მკვლელობა ჩაიდინა, მან და მოკლა. გამთენიისას სამეზობლოში გავრცელდა ვერსია, რომ მოხუცი კაცი საწოლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეზობლების ნაწილს ამ ვერსიის ახლაც სჯერა. გოგოული და მაგრამ გოგო ჩვენ პადიესში ცხოვრობს და რა მოდიოდა აქ ეს ბავშვი. ამათი გაზრდილია ძალიან კარგი ბავშვი, გაწონასწორებული და არ ვიცი, აი რა მოხდა, არ ვიცი. მე არ ამჯერავს კიდე. საწოლიდან გადმოვარდა და ეგ იყო. მართლა არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ბავშვს არ ავცნობდი. სავარაუდოდ ესე მგონია, რომ შეიძლება დაეცა რაღაცა, რა ვიცი. ეს ეხა სასტიკი მკვლელობა, ეგეთი რაღაცა ეხა არ მოხდებოდა, რატომ უნდა მოეკლა ეგრე სასტიკად. ბაბუა, რომელსაც თან ყურადღებას აქცევდა. შვილს გააგებინა დიშვილმა, ვისაც ედავებიან ამ მკვლელობას და გადავიდა დეიდა მობილურად, არაფერი არც დროის შეფერხება იყო, სასწრაფო თბილი იყო, კაც გარდაცვლილი და ვეღარ შეძლო უკვე სხეულის დინამიკაში მოყვანა და სასიცოცხლო ნიშნები უკვე აღარ ჰქონდა. კურიერი პიესი გარდაცვლილის ნათესავებთანაც მივიდა, მათ კომენტარზე უარი გვითხრეს. ირკვევა, რომ როდესაც ექიმებმა მოხუცის გარდაცვალება დაადასტურეს, შვილიშვილის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ნიკა საათაშვილს გამოკითხვის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილი დაადეს. ბრალად ბაბუის მკვლელობა წარუდგინეს. ამის მოტივი მისი პირველი გამოკითხვა გახდა. კურიერი პიესმა ის ოქმი მოიპოვა, სადაც დაკავებული მომხდარს დეტალურად აღწერს და მკვლელობას აღიარებს. მეგობრებთან ერთად ვსვამდი არახს და ლუცს. ქეიფი გავაგრძელე. დილის 4 საათამდე სახლში ავედი. ბაბაჩემს ტარიელ ქუტაშვილს ეღვიძა. მისვლისთანავე დამიწყო ლანძღვა და გინება, რატომ არ მომიტანე საჭმელიო. ბაბაჩემი თავად ვერ გადიოდა გარეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვცდილობდი მის დამშვიდებას, ვეუბნებოდი, რომ გათენდებოდა და მოვუტანდი საჭმელს მაღაზიიდან.
ტარიელ ქუტაშვილმა კვლავ შემაგინა. გაუბრაზდი, გამახსენდა რომ ის ბებია ჩემს, რომელიც გარდაცვლილია, წარსულში ექცეოდა ცუდად და უეცრად გადავწყვიტე მისი მოკლა. რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი ხელი, შეკრული მუშტი სახის არეში, დაეცა. წაქცეულზე მარჯვენა ფეხი დავარტყი ძლიერად რამდენჯერმე. დავინახე რომ დაკარგა გონება. გავაღებინე პირი და წყალი ჩავასხი, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. გამომძიებლებს ნიკა საათაშვილმა ისიც უთხრა, რომ უსიცოცხლო დიატაქსზე დაცემული მოხუცი მიატოვა და გვერდით ოთახში გავიდა. ვიყავი ძლიერ მთვრალი, დაბანებე მის მოსულიერებას თავი და წამოვწექი ლოჯში, მაგრამ არ დამიძინია, რადგან ვნერვიულობდი. დილით, როდესაც გათენდა, რადგან ისევ უგონოდ იწვა ტარიელ ქუტაშვილი დაბურეკე დეიდა ჩემს, რომელიც ცხოვრობს გვერდით სადარბაზოში და ვუთხარი რომ პაპა იყო ცუდად და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. წავედი დეიდა ჩემთან სახლში, მას უკვე დარეკილი ჰქონდა სასწრაფო დახმარებაში და ერთად წამოვედით ტარიელ ქუტაშვილის სახლში. ტარიელ ქუტაშვილი კვლავ უგონოდ იწვა. დეიდა ჩემმა მკითხა რა დაემართაო, მაგრამ მისთვის არაფერი მithქვამს. ვუთხარი რომ უკვე გარდაცვლილი იყო და სასწრაფოს დაველოდებოდით. ახლა ეს ჩვენება ძალადაკარგულად იცვლება. მას შემდეგ რაც გორის სასამართლომ დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, ნიკა საათაშვილმა პოზიცია შეცვალა და დუმილი აირჩია. მისი ადვოკატის ხდომაზე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაკავებული პატიმრობაში დატოვა. კურიერი პიესი გორში ბრალდებულის ადვოკატთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუზე დაგთანხმდა. გამოკითხვის დროს მან აღიარა დანაშაული. ეს ადვოკატის ჩართვამდე იყო და როგორც იცით, ბრალდებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია მან პოზიციაში იცვალოს, მაგრამ ბრალის წარდგენის დროს, ანუ ბრალი რო გაეცნო, არ ცნო თავი დამნაშავე და სასამართლოში დუმილი გამოიყენა. თხომ არ აპირებს ნაფიცი მსაჯულების არჩევას? ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს. მიანდობს თუ არა ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული კაცი საკუთარ ბედს ნაფიც მსაჯულებს. ეს უახლოეს ორ თვეში გახდება ცნობილი. საქმის პროკურორი კი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა, კერძოდ 109 მუხლის ეკ და მ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გრძელდება გამოძიება და სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს. ნიკა საათაშვილის საქმეზე არსებით განხილვას გორის სასამართლო 5 მაისს დაიწყებს. დაარღვევს თუ არა დუმილს, უმძიმეს ფაქტზე დაკავებული კაცი არსებითი განხილვისას გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელისს.